ესეთი როგორ ჩემია ნაიარები წარსული ნანგრევინარი ღალასი ჯაღარასავი შემოგრჩენია თბილისო ზის დავარდების მხარეა სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი სად არის ჟაღარამთაც მინდა თბილისო ზის დავარდების მხარეო სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი ვარაზი Vamos a seguir sus eras. Sadaris, swagana khali barazi. Sadaris, shadaram kashmina. შემეზოში იყო ფუნიკულურის მოსაცდელი და ყოველ დილით მოწმდებოდა ეს რკინის გრეხილი, რომლითაც გადაადგილდებოდა ეს კალათი ზემოთ და ქვემოთ და ძალიან მარტივი კონსტრუქცია იყო. ერთი კალათი მეორეს ეკაჩებოდა და ადიოდა, ჩამოდიოდა და ტექნიკური მხარეც სულ წესრიგში ჰქონდათ და რაღაცა პერიოდი აღარ მოწმობდნენ ყოველ დილით ესე ხელებით გადაადებდნენ ხოლმე ტილოს და ხელებით რომ ეგრძნოთ სადმე ხავო ან რაღაცა ხომარჭირდა ტროს რომ რკინის გრეხილს და პერიოდულად სვლიდნენ მერე გამოცვლაც დავიწყდათ და ეზარებოდათ და სულ მიკვირდა ისე რომ რატო აღარ იყო ესეთი აქტიური ტექნიკური მხარის ყოველდღიურით ეს ფუსფუსი. გაიმარტივეს მოკლედ ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღესაც პირველ ივნისს ჩამოვარდა კალათი. ბავშვები ახალციხიდან დაიღუპნენ, როგორც მე ვიცი, რამდენიმე ადამიანი გადარჩა, იმიტომ რომ სამხედროები ყოფილან და გასკდა ქვებიდან ის კალათი ესე გადაიშალა და იმის გამო რომ ადამიანები რომ დამჯდარიყვნენ შვიდად და არ ეაქტიურად ეს გამოხანებული კალათი დიდი შეასყდებოდა კედელს და სულუქი ტრამვებით როგორც ამბობენ გადარჩებოდა ხალხი, მაგრამ რადგანაც ხალხი ფორი აქობდა და ვერ ხვდებოდა რა ხდება და უნდათ ეშველათ თავისთვის მოკლედ სასწაული სანახავი იყო მთელი 10 წელი თუ მეტი ყოველდღიურად უყურებდით ამ გაუბედურებულ გასისხლიანებულ
კალათს და ბოლოს უთხარ ფაშისტებიც კი არ აკეთებდნენ ასეთ ფსიქოლოგიურ სტრესს, რამდენიც გამოდიხ იმდენი ეს ტრაგედია გახსენდება თქო. იმ დღეს ისეთი საშინელი ხმაურით შემოვარდა ჯერ ერთი კალათი, რომელიც ქვემოდან ადიოდა და გარდაიცვალა ბატონი გურამი, გამცილებელი, უსაყვარლესი და უკეთილშობილესი ადამიანი, რომელმაც წლები შეწირა ამ სამსახურში მუშაობას და მეორე კალათი სულ ორი მგზავრით მოადგა მასრაფია ბაქანს, რადგანაც დანარჩენები ან ჩამოცვიდნენ, ან ორმა ადამიანმა მოახერხა სახურავზე დახტომა და ესე გადარჩნენ. ისეთი ხმა ქონდა ალბათ არმაგედონი, რასაც ნიშნავს, როგორ შეიძლება რომ წარმოიდგინოთ, ალბათ ესეთი ხმა ქონდა. ჩემი დარი გრიგოროვნა, ჩემი ბებია ჩავარდა ლოგინად ამ ტრაგედიის შემდეგ, მაგრამ ეს ამბავი არავის არ აინტერესებდა და ტრაგედიის შემდგომი ეს რეაბილიტაცია არავის არ უკითხია, როგორ ხართ, როგორ გადაიტანეთ, სასწაული იყო. ლურჯი ხალასი სწორედ ისეთი როგორ ჩემია ნაიარევი წარსულის ნანგრევინარი ხალასი ჯაღარასავი ჩემოგორჩენია თბილისო ზის დავარდების მხარეო სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი პარაზიტი სად არის ჟაღარამთაც მინდა თბილისო ზის დავარდების მხარეო სიცოცხლეც არ მინდა